მოგესალმებით. დღეს ვიმყოფებით ინტერის აკადემიის სტადიონზე, სადაც ამჟამად ვარჯიშობს ტყიბულის მეშახტე. ვაპირებ ჩავწიროთ ინტერვიუ იმ ფეხბურთელთან, რომელსაც დაიწყო ზუგდიდის ეზოებიდან და არაერთ ქალაქსა და განამწყვეტ გოლს მოედო. ტყიბული ქალაქი, რომელიც წლების განმავლობაში შრომის, სიმტკიცისა და მებრძოლი ხასიათის სიმბოლოა. სწორედ აქ 1928 წელს დაარსდა საფეხბურთო კლუბი, რომელიც ამ ქალაქის იდენტობას ატარებს. მეშახტე საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთი ძლიერი რეგიონული გუნდი იყო. კლუბმა ორჯერ მოიგო საქართველოს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი 1980 და 91 წლებში. მანამდე კი 1964 და 76 წლებში მეშახტე საქართველოს საბჭოთა კავშირის თასიც აღწევდა. გუნდი 13 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა საქართველოს საბჭოთა კავშირის მესამე დივიზიონში, რაც იმ დროისთვის სერიოზული მიღწევა იყო რეგიონული კლუბი. დამოუკიდებლობის შემდეგ ქართული ფეხბურთი ახალ ეტაპზე გადავიდა. მეშახტე ძირითადად პირველ ლიგაში ასპარეზობდა და არაერთხელ იყო დაწინაურებასთან ძალიან ახლო. 2008 წელს გუნდი პირველი ლიგის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო 90-იან წლებში სამჯერ დაასრულა სეზონი მესამე ადგილზე. მიუხედავად რთული პერიოდებისა და ფინანსური გამოწვევებისა, მეშახტე დარჩა ბრძოლის უნარიან გუნდად. კლუბი დღესაც წარმოადგენს ტყიბულს ეროვნულ საფეხბურთო სისტემაში და ინარჩუნებს იმ მებრძოლ სულს, რომელიც მისი დაარსებიდან მოსდევს. მეშახტე ტყიბული მხოლოდ საფეხბურთო კლუბი არ არის. ეს არის ქალაქის ხასიათი, ისტორია და ტრადიცია. შრომით შექმნილი გუნდი, რომელიც მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. 2025 წელი აღმოჩნდა მეშახტე ტყიბულისთვის ისტორიული. კლუბმა პირველად მოახერხა აღზევება საქართველოს უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. მეშახტეთვის ეს არის ახალი ეტაპი, უმაღლესი დონე, მაღალი კონკურენცია და ისტორიული შესაძლებლობა საკუთარი თავის დასამტკიცებლად ქვეყნის საუკეთესო კლუბებს შორის. დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ უკვე გავიცნობთ მეშახტეს ერთ-ერთ ლიდერ, დიმა ღურცკაიას და ასევე გავიგებთ გუნდის სამომავლო შემართებას ბატონი ლადო ბურდულისგან, რომელიც გახლავთ საფეხბურთო კლუბის სავარი მწვრთნელი. პირველ რიგში მოგესალმებით დიმიტრი, მადლობა მინდა გადაგიხადო რომ მოხვედი ჩვენს გადაცემაში. ასევე გილოცავთ გუნდს დაწინაურებას ეროვნულ ლიგაში, გისურვებთ წარმატებებს. როგორია შენი მოლოდინები ამ ლიგასთან? გამარჯობა, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მოლოდინებსაც შეეხება ჩვენ გუნდში ისე ჩამოყალიბდით, რომ წინასწარ უკვე აღარ ვიძახით არაფერს, იმიტომ რომ ბევრს არ ჯეროდა, რასაც მივახციეთ და ჩვენი შრომით და ბიჭების თავდადებით გავაკეთეთ შეუძლებელი რაღაცა, რაც ბევრს არ ჯეროდა მართლა. მოლოდინებსაც შეეხება ყველაფერს ვიზავთ, რომ შედეგი დავდოთ მაქსიმალურად და ვიხარჯებით ბიჭები. კი ბატონო. მოდი დავიწყოთ შენი ბავშვობით მაშინ. ფეხბურთის თამაში როგორც ვიცი დაიწყე ზუგდიდში. უფრო პატარა იყავი დარბოდი შენ სტადიონზე. მაშინ რას ფიქრობ მოლოდინი როგორი იყო? უბრალოდ ცხოვრებიდან გინდოდა რამისგან გაღწევა თუ უბრალოდ უკვე მიზნად თქვა დასახული რომ ფეხბურთელი უნდა გამოსულიყო? ბავშვობიდან ფეხბურთი ჩემთვის გართობა იყო. ვერთობოდი სადაც შეიძლებოდა ბურთის თამაში, სადაც არ შეიძლებოდა ყველგან ბურთით თამაშობდი და ვერთობოდი. თავიდან ეს კი გართობა იყო, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი რომ აი უკვე ერთ მოედანზე სისტემატურად ერთ მოედანზე დავიწყო ვარჯიში, უკვე მივხვდი რომ ეს უკვე გართობა აღარ იყო. ეს უკვე ეს ის სფერო იყო და ის სივრცე იყო, სადაც თავისუფლად ვგრძნობდი თავს. და ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი რომ ეს უკვე ჩემთვის გართობა აღარ იყო და ეს ის საქმე იყო, სადაც რეალურად წარმატება შემიძლია დამიდო. როგორც ვიცით, ხშირად გიწევდა ადგილსამყოფელი შეცვლა პატარაობიდანვე, როგორი იყო ანუ ცირცულები მოყვება, თავისი გამოწვევები, რამ დაგაძლევინა ეს გამოწვევები და ქონდა თუ არა რამე მომენტი რომ ფიქრობდი რომ უნდა დავბრუნდე სახლში? კი, ძალიან რთული იყო ბავშვობიდან, რომ ოჯახს ესე ოჯახიდან შორს იყო ახალი გარემო, ახალი ადამიანები, ახალი ურთიერთობები, მაგრამ ეს ამ ყველაფერმა მომცა ის გამოცდილება, რომ გავზრდილიყავი როგორც ადამიანად, ისე ფეხბურთელმა. ისე ფეხბურთელი. ოჯახის დახმარება იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, რომ სულ მაგას მეუბნებოდნენ, რომ შენ ისე სპორტში ხარ და ისეთი რაღაც, ეს ბევრჯერ მოხდება ესეთი რაღაცა და ვიყავ ისეთი და ანუ როგორიც ხარ არ ინერვილო არაფერზე, სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა იყო, ვისთანაც ერთად არ უნდა იყო, რომ თავდაჯერებული იყო და შენი შენი შესაძლებლობების მაქსიმალური დახარჯვა. JFF-ის აკადემიაში მოხვედრა ქართველი ბავშვებისთვის ძალიან დიდი ოცნება არის. და რაც შენ რა გზა გამოიარე აქ მოსახვედრად და როგორი იყო ეს ემოციები? კი, JFF-ში მოხვედრა მართლა რომ
ბევრი ოცნება იყო ბავშვობაში. ჩემი ოცნებაც იყო იდო YouTube-ზე ვიდეოები, სანამ GFF-ში მოხვდებოდი, იდო YouTube-ზე ვიდეოები, როგორც ცხოვრობდნენ იქ ფეხბურთელები, რა რეჟიმში იყვნენ, რა შვება, როგორ ვარჯიშობდნენ და მეც მინდოდა მან ყოფილიყავი, მაგათ գործი ყოფილიყავი და ნუ GFF-ში მეცხოვრა. და უკვე GFF-ში მოხვედრისას მივხვდი, რომ ეს ოცნება რეალურ გზად მიქცა. და სანამ GFF-ში მოვიდოდი, იქ სამეგრელოში ყოველდღე, ყოველთვის ვარჯიშობდი და ანუ ყოველდღე მინდოდა რომ უფრო მეტი გამეკეთებია, რომ მე დამხმარებოდა ჩემი კარიერისთვის. შენი აზრით აკადემიაში ყოფნისას ყველაზე რთული რა იყო? კონკურენცია, დისციპლინის შენარჩუნება თუ სახელიდან შორს ყოფნა? ჩემი აზრით ამ ყოველივეს ერთდროულად მიღება იყო. მაგრამ თუ გამოვარჩევ ოჯახიდან შორს ყოფნა იყო ჩემთვის, ან პირადად ჩემთვის სირთულე. კონკურენციას და დისციპლინას რაც შეეხება, ეს ფეხბურთია და ფეხბურთში სულ იქნება კონკურენცია და ამას თუ შეუშინდი, წარმატებას ვერ მიაღწევ. დისციპლინა კიდევ ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რასაც GFF-ში გვასწავლდნენ, პირველ რიგში იყო დისციპლინა და რეჟიმში ყოფნა. ამას გამოვარჩევდი რა, რომ დისციპლინა და რეჟიმი იყო უმთავრესი მანდ. რუსთავში ყოფნას დიდი ხანი მოგიწია, როგორც ვიცით, იქ ცხოვრებამ რა გასწავლათ იმას დამოუკიდებლობას? რუსთავში 3 წელი ცხოვრობდი რუსთავში GFF-ში. იქ მასწავლა ადამიანებთან ურთიერთობა პირველ რიგში გამზარდა როგორც ადამიანად და მერე ფეხბურთელად. ბევრი ადამიანი გავიცანი, ვისწავლი რა არის ურთიერთობა ადამიანთან, მწვრთნელთან, იმიტომ რომ 13 წლის ვიყავი, როცა უკვე ახალი ადამიანები გავიცანი, ვისწავლი მათთან ურთიერთობა. ნუ ადამიანობა მასწავლა რა ერთი სიტყვით GFF-მა. და მასწავლა მწვრთნელებთან ურთიერთობა, ფეხბურთელებთან ურთიერთობა, მომუშავე სტაფთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. როგორც ვიცით, დინამოში მოხვედრა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და იქ უკვე, ასე ვთქვათ, ყველა ნაბიჯი ძალიან ბევრ ვალდებულებას ახლავს თავს. შენი აზრით, როდის გადაწყვიტე, რომ ერთი შეცდომაც კი შეიძლება უკვე ცუდად დამთავრებულიყო? დინამოში როცა დინამოში გადავედი, ეგრევე აი პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, რომ აქ უკვე სხვა ფეხბურთელები იყვნენ. დარასელიას თასი რომ მოგვიყო ორი სიტყვით და ასევე დინამო კიევთან გატანილი შენი გადამწყვეტი გოლი, რა ემოციები იყო და რა გზნობები გადიოდა მაგ დროს შენ თავში? დარასელიაზე გატანილი ჩემი გოლი დინამო კიევის წინააღმდეგ, რავი, ძალიან დიდი ემოციებში ვიყავი და ანუ სულ მინდა რომ ზუსტად ეგეთი ემოცია ვიგრძნო ყოველ თამაშს, იმიტომ რომ თან მაშინ პატარა ვიყავი, სადღაც 14 წლის ვიყავი და ბოლო წუთებისკენ გატანილი გადამწყვეტი გოლი თან დინამო კიევის წინააღმდეგ ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი იყო და ის ემოცია რაც მაგ დროს გამიცადე, მინდა რომ სულ ყოველ დღე, ყოველ ვარჯიშზე და ყოველ თამაშზე ის ანალოგიური ემოცია გამიცადე. ბოლო 2 წელია შენი კლუბის საუკეთესო გოლის გამტანი ხარ. შენი აზრით, როდის მივხვდი, რომ გოლების გატანა იყო შენი ინსტინქტი? ესე როდის მივხვდი კონკრეტული დრო და პერიოდი არ მახსოვს, მაგრამ გოლების გატანა თავდამსხმელი ვარ პოზიციით და გოლების გატანა სულ მიყვარდა, სულ სიამოვნებას ვიღებდი გოლების გატანით და რავი, ჩემი გატანილი გოლები მადლობა მინდა ამისთვის გადაუხადო ბიჭებს, იმიტომ რომ დამეხმარნენ ძალიან და მადლობა მინდა გადაუხადო ძალიან სამწვრთნელო შტაბს. ჩემი დადებული შედეგის გამო. საქართველოს ნაკრების მაისურის წარებაც არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის. შენთვის რას ნიშნავს ამ მაისურის წარება? ჩემთვის ეს ალბათ სიამაყეს და პასუხისმგებლობას ნიშნავს. პირველ რიგში, იმიტომ რომ ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, არ არსებობს ისეთი ფეხბურთელი, რომ ალბათ ოცნებად არ კონდეს საქართველოს ნაკრებში თამაში და საქართველოს ნაკრების ფორმის წარება. ჩემთვისაც ანალოგიურად ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ეროვნულ ნაკრების მაისური ჩავიცვა. და როგორც ვთვლი, შენ რა იქნებოდა შენთვის წარმატებული კარიერა? უფრო მეტად ტიტულების მოგება თუ უფრო შენი პოტენციალის ბოლომდე გამოყენება? ალბათ ეს ორივე ერთად. იმიტომ რომ თუ მე თავდამსხმელმა შედეგი არ დადო, ტიტულის მოგებაც გაჭირდება. ლადო ბურდული, ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი ნდობა დაგანახა. შენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს ესეთი ახალგაზრდა ადამიანებისთვის ესეთი ნდობის მინიჭებას, რაც შენ მიიღე? კი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ფეხბურთელს მწვრთნელი ენდობა და მწვრთნელს ჯერა ფეხბურთელის. ეს ორმაგად мотивაციას მაძლევდა და უფრო დამუხტული ვიყავი და მადლობა მინდა მას გადაუხადო. იმ გვერდში დგომისთვის, როცა მართლა არავის არ ვაინტერესებდი, გვერდში დამიდგა და ეხლა რასაც მივაღწიე, ლადოს დამსახურებაა და მადლობა მინდა მას გადაუხადო. შენი დღის რუტინაზე რომ მოგვიყე, როგორ ემზადები მატჩამდე? მატჩამდე რეჟიმი, დილით ჩვეულებრივად ადრე ვიღვიძებ, 4 საათით ადრე
თამაშამდე 4 საათი ადრე ჭამ და მუსიკები მაგ ჩართული თამაშამდე და მომზადები ჩაულებად როგორც ალბათ თითქმის ყველა ფეხბურთელი მსგავსად მეც არაფერი განსხვავებული. როგორც ვიცით, ძალიან დიდი გატაცება არის შენი მუსიკა. რომ გითხრათ, თუნდაც შენი საყვარელი არტისტი ვინ არის? ესე გამორჩეულად არ მყავს არც არტისტი, არც ჟანრი და არაფერი, რაც მომეწონება არ აქვს მნიშვნელობა, მაგას უსმენ. არ აქვს მნიშვნელობა არც არტისტს და არც მუსიკას. და რა ნაწილი უჭირავს შენ ცხოვრებაში? ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს, ძალიან მიყვარს მუსიკის მოსმენა და ჩემი ერთ-ერთი ჰობია რა. იყო თუ არა მომენტი, როდესაც შინაგან გატეხილი იყავი, თუმცა ვერავინ გამჩნევდა მოედანზე? კი, იყო მომენტი, ოჯახური ტრაგედია, მაშინ საუკეთესო ადამიანი გარდამეცვალა და ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი და ვფიქრობდი ისეთ რაღაცებზე, რაც არ იყო მაშინ ჩემთვის კარგი და ჩემი საფეხბურთო კარიერისთვის. მაგრამ მაგ ამბების მერე უფრო ძლიერი დაუბრუნდი და მერე დავიწყე უფრო გოლების გატანა და 21 წლამდელებშიც ამის მერე დამიძახეს. ეს იყო ერთი მაგალითი, რაც შემიძლია გითხრათ. შენი აზრით ხალხი მოედანს მიღმა როგორც გიცნობს, ისევ როგორც ფეხბურთელი ხარ თუ უფრო სხვა ადამიანი? ალბათ უფრო სხვა ადამიანი. სტადიონს მიღმა უფრო პოზიტიური ადამიანი, სულ მიყვარს მუსიკის მოსმენა, ღადაობა, ბიჭებთან სულ ღადაობთ და სტადიონზე ცოტა ზუდი ხასიათი თქვა რა. არ მიყვარს როცა რაღაცა ისი არ ხდება, როგორც უნდა მოხდეს სტადიონზე რა. შენთვის რა იქნებოდა წარმატებული კარიერა, რომელ კლუბში ან რომელ ლიგაში თამაშდა სიტყოდი, რომ უკვე შენს დონეს მიაღწია? ჩემთვის ალბათ როგორც ყველა ფეხბურთელი და ყველა სპორტსმენი ფიქრობს ტოპ ლიგაში თამაში, ტოპ გუნდებში თამაში. ანალოგიურად მეც მინდა ტოპ გუნდებში ვითამაშო, ტოპ ლიგაში, ტოპ ფეხბურთელებთან ერთად. ალბათ ეს არის ჩემი მიზანი რა. და ბოლოს რა რჩევას მისცემდი იმ ბავშვებს, რომლებიც ახლა ზუგდიდის და ტყიბულის ქუჩებში თამაშობენ და უნდათ რომ პროფესიონალები გახდნენ? არასდროს არ დანებდნენ, სულ რაც აქვთ მიზანი, სულ მაგ მიზნისკენ ყოველთვის რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა შეიძლება ჩავარდნები ქონდეს, სულ ყოველთვის ფეხზე უნდა წამოდგნენ და სულ უნდა გააგრძელონ მაგ მიზანისთვის, მაგ მიზანისკენ სწრაფვა. იმიტომ რომ ფეხბურთი ისეთი რაღაცაა, შეიძლება დღეს ყველას უყვარხარ, მაგრამ ხვალ მეორე დღეს არავის არ ახსოვხარ. თან ფეხბურთის თამაშთან ერთად მოუწევთ ბევრი რაღაცეებისთვის თავის დანებება, ბევრი მაგალითად, შეიძლება ხვალ ვარჯიში გაქვს დღეს სადღაც მეგობრებთან ერთად ვერ წახვიდე და ეს ფეხბურთია და ესეთი რაღაცეები უნდა გაითვალისწინო. როგორც გავიგე, შენ რეალის გულშემატკივარი ხარ და ჩვენ სპორტულმა მაღაზია კემპმა გადმოგცა მაისური ახალი რეალის ფორმა, რომელიც გვინდათ რომ სიმბოლურად შენ გადმოგცეთ და ჩუქრათ. მადლობა დიდი დიმიტრი, რომ მიიღე მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. თქვენ კი არ დაგავიწყოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და დაალაიქოთ ჩვენი ვიდეო.